საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ-მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო. საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ვე მუხლით განზრახ-მკვლელობის მომზადება, ასე კვალიფიცირდება, დაიწყო. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ეს განცხადება პროკურატურამ ზუსტად 1 საათის წინ გაავრცელა. ვინ და როგორ გეგმავდა წმინდა სინოდის წევრის მკვლელობას? მარნეულის ეპისკოპოსი მთავრობის მოქმედ წარმომადგენელზე მიანიშნებს. წესით საგამოძიებო ორგანოს მყისიერად უნდა დაებარებინა მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გამოკითხვაზე, თუმცა გელაძის უწყება როგორც ჩანს ჯერჯერობით თავს იკავებს, მაგრამ პროკურატურამ ჩვენ ვნახეთ უკვე რომ გამოძიების დაწყებაზე განაცხადი მაინც გააკეთა. არ ვიცი უბრალოდ დაემთხვა თუ რაიმე ნიშანია დღეს გავრცელებული ფოტო, რომელიც გელაძის პატრიარქთან სტუმრობის მომენტს ასახავს. ფორმულა წმინდა სინოდის წევრებს დაუკავშირდა, ვინც იყო კონტაქტზე, რა გვითხრეს მაღალი იერარქიის ასულიერო პირებმა და როგორი რეაგირება შეიძლება კონდეს საპატრიარქოს. მათ შორის ბატონ ჯაღმაიძესაც შეეხმიანა ჩვენი კორესპონდენტი, მაგრამ მასთან კონტაქტზე გასვლა შეუძლებელი გახდა. თავად ბატონ ჯაღმაიძეს ან საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ჯერჯერობით არანაირი კომენტარი ოფიციალურად არ გაუკეთებია. მოდით ვნახოთ ეს კომენტარები, რომელიც ამ მომენტისთვის მოვიპოვეთ. არ მომისმენია მე არ ვიყავი საქართველოში წუხელ ჩამოვედი რომში ვიყავი წუხელ ჩამოვედი თან ძალიან კაციებული ვარ თუ შეიძლება რომ დავურეკოთ საზოგადოებას ურთიერთობის სამსახურს თქვენ არ დაინტერესდებით ამ თემით როგორ არა მაგრამ აი პროცესს ძალიან კაციური და ის ჩამოვედი რაღაც და აუცილებლად დავინტერესდები და აუცილებლად კი პასუხობ მე ტელეფონზე არავის არ ველაპარაკები ჟურნალისტებს. იცით რა არის? აი ამ განცხადებასთან დაკავშირებით გვინდოდა თუ თუ დაინტერესდებით. ახეთში ვარ მე კასული ვარ ქალაქიდან და არ მომისმენია არა. სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს. მისი აზრი მნიშვნელოვანია მათ შორის იმის გამო, რომ ის 2014-16 წლებში მსახურობდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში და იყო სწორედ მეუფე გიორგის მოადგილე. ამბობს, რომ მეუფე შესაძლოა ახლა თავს იზღვევს და თავად გადადის შეტევაზე, მოუწოდებს მონაზონს, რომელიც დაასახელა მეუფე გიორგიმ მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილედ, უბრალოდ მას აიძულებდნენ თუ ეს ჯერ არ ვიცით რა ფორმით ხდებოდა, რომ გააკეთოს შესაბამისი განცხადება მედიასთან, განმარტოს და თქვას ყველაფერი რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში. არის კიდევ ერთი სიმპტომი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული კრიმინალური და მაფიოზური სინდიკატის არსებობისა, ეკლესიაში არსებული უდიდესი ანარქიისა. საუბედუროდ მარნეულის ეპისკოპოსი გიორგი ეთქილ იგივე ლერი ჯამდელიანი ერისკაცობიდან მიჩეული იყო ქუჩურ ცხოვრებას და კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული იყო და ეს გრძელდება და გაგრძელდა მისი ეპისკოპოსობის დროსაც და დღემდე გრძელდება. მე ვფიქრობ, ის თავს იზღვევს, შეტევაზე გადადის და მოწინააღმდეგე მხარეს აქვს რა მასზე უზარმაზარი კომპრომატები და შავი მასალები მისი პირადი ცხოვრებისა და საქმეების შესახებ. გავარკვიე, ეს მონაზონი, ვიზეც იგი საუბრობს, არის მონაზონი თეკლა კუბლაშვილი. ძალიან საინტერესო იქნება მონაზონმა თეკლამ მასმედიას და ზოგადად ქართველ ერს აუხსნას და მოუყვეს რა ხდება მის თავს და მართლა აიძულებდა თუ არა სუსის მაღალჩინოსანი მას ეპისკოპოს ჯამდელიანის მოკლას. ეპისკოპოსმა ამბიონიდან მონაზონს ბრალი დასდო, რომ ის ერთის მხრივ აგენტი იყო, სუსის აგენტი და გახქონდა ინფორმაციები ეპარქიიდან და საეპისკოპოსო რეზიდენციიდან სუსის ჩინოსნებთან და მეორეს მხრივ კიდევ უფრო დიდი ბრალი დასდო მონაზონს, ეპისკოპოსმა გიორგიმ, რომ მონაზონი თურმე მის მოკლას ცდილობდა.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა სკანდალური განცხადება დღეს დილით ეკლესიაში ამბიონიდან გააკეთა. მეუფე გიორგიმ თქვა, რომ ოცნების მთავრობის მაღალჩინოსანი მის მოწამულას და მკვლელობას გეგმავდა. წმინდა სინოდის წევრი აკონკრეტებს იმასაც, თუ რა გზით უნდა მოეკლათ ის. ირკვევა, რომ ეკლესიის მონაზონს მაღალი იერარქისთვის საწამლავის საკვებში უნდა ჩაეყარა. სასულიერო პირი ხელს მთავრობის მოქმედ წევრს ადებს და ამბობს, რომ ის უშიშროების უწყების წარმომადგენელია. გაგახსენებთ, ეპისკოპოსი რამდენიმე დღის წინ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გამოეხმაურა და თქვა, რომ სასჯელის ის ზომა, რომელიც მას ემუქრებოდა, შეუსაბამოდ დიდია. გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ყავდა გადაბირებული 1 წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი. ეს კაცი არის მაღალჩინოსანი და კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ მაქვს. ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემდა მოусმევ ხელზე და 1 საათში ის აღარ იქნება. ეს პიროვნება არ არის დასამალი. გაილახა თავისი დაცვიანად გაიქცა აქედან კუდა მოძვებული. რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, იმიტომ რომ მე მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს როგორც მთავარი. ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი. დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობისა.